მანქანა, ხელბარგი და ჯიბე, სამი ფაქტი და სამი დაკავებული პოლიციასა და საბაჟოს სამსახურს უკვე ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თურქეთიდან მწვანე ფერის ოპელის მარკის ავტომობილში ნარკოტიკი იყო დამალული. სარფის საბაჟოს სკანერით ჩამოწმების შედეგად პოლიციამ წინა საბურავიდან 247 აბის უბოქსინი ამოიღო. საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა გაცილებით მარტივი გზით სცადა 38 წლის მამაკაცმა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებებით დააკავეს. ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი ბათუმში აღკვეთეს დაკავებული უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სამალავებში მეტადონს დებდა. წინდაში გახვეული 247 აბის სუბოქსინი საბურავთან მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს. მწვანე ფერის ავტომობილი სარფის საბაჟოს ტერიტორიაზე თურქეთიდან გამთენიისა შევიდა. დაკავებულია მძღოლი 66 წლის მამაკაცი. ნარკოტიკის სამალავად გამოყენებული ავტომობილი კურიერმა გადაიღო. მანქანა დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. 247 აბის სუბოქსინის კვალზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა. საეჭვო ავტომობილი მებაჟე ოფიცრებმა ჯერ დეტალურად დაათვალიერეს, შემდეგ კი სპეციალური სკანერით შეამოწმეს. სარფის მებაჟე ოფიცრებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ ყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად წინა საბურავის ზედა საფარში მარულად განთავსებული 247 აბი ნარკოტიკული მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნარკოტიკის საქართველოში გავრცელებას გეგმავდა 38 წლის მამაკაციც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი რეისით საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა. შემოწმებისას მგზავრს 169 აბი სხვადასხვა ნარკოტიკი სხეულზე წებოვანი ლენტით ჰქონდა შემოხვეული. მათ შორის იყო პრეგაბალინი და სუბოქსინი, ასევე ფსიქოტროპული საშუალებები. საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლენილი იქნა სხეულზე მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 169 კაფსულა მედიკამენტი, რომელთა შორის იყო ისეთი აკრძალული პრეპარატები, როგორებიც არის პრეგაბალინი, სუბოქსინი და ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი. საქმის მასალები შემდეგი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები უკვე მოიპოვეს. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია მალულად მოთავსებული 247 აბის სუბოქსინი. საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. კურიერის ინფორმაციით 25 წლის ქალი დაფასოებულ ნარკოტიკს სხვადასხვა მისამართებზე სამალავებში ტოვებდა. ახალგაზრდა ქუჩაში შეაჩერეს და გაჩხრიკეს. კურიერის ინფორმაციით ჯიბეში 30 შეკვრად დაფასოებულ მეთადონს მალავდა. საგამოძიებო მოქმედებები მის ნაქირავე ბინაშიც ჩატარდა. კურიერის ინფორმაციით დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საპოლიციო ღონისძიებები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს უწყლოდ რეჟიმში განაგრძობენ. ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი 20 წლამდე ან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს.